მტარი, ტრაგიკომედია. სცენარის პირველი გვერდი. გაზეთში გამოქვეყნებული სამგლოვიარო განცხადება. მამაკაცის შავარშია შემოლებულ პორტრეტის ფონზე ისმის ხმა. ძიმე და ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა შესანიშნავი მოქალაქე. სახელმწიფო მართვა-გამგეობის თვალსაჩინო მუშაკი, უნარიანი ორგანიზატორი, წამყვანი სპეციალისტი, ამხანაგი ვარლა მარავიძე. ბალმოხტილი წავიდა ჩვენგან ქვეყნის ერთგული შვილი. ჩინებული პიროვნება და უმწიგლო ადამიანი. მისი ნათელი სახე დიდხანს დარჩება მეგობრების, თანამშრომლების და ამხანაგების ხსოვნაში. სანამ არ ამოიძირკვება და არ ამოიშანთება ჩვენი ცხოვრებიდან სიყალბე, ფორმალიზმი, მოჩვენებითობა, ყველა ის ზნეობრივი სიმახინჯე, რაც კარგახანია ჩვენი საზოგადოებრივი შეგნების ნორმად იქცა და რის გამოც კატასტროფული სისწრაფით მივექანებით უსკრულისაკენ დაღუპვა გარდუვალია. როცა ეს ჩანაწერი თენგიზ აბულაძის ახალი სცენარის სამუშაო ვარიანტში გაჩნდა, საბჭოეთში 70-იანი წლები სრულდებოდა. მაშინ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ვედრება და ნატრისხე კინოტრილოგიად იქცეოდა და მას მესამე ყველაზე სკანდალური ნაწილი დაემატებოდა. როდესაც ბატონმა თენგიზმა დაასრულა ნატრისხე, საშინელ ავტოკატასტროფაში მოხვდა. ისეთში, რომ მისი მძღოლი დაიღუპა და ის ბეწვზე გადარჩა. და მისი მოგონებიდან აი ასეთი რაღაცა იყო, რომ მოვიდა გონს, ახსოვდა რომ რაღაც არაჩვეულებრივი გარემოში არის და თითქოს იფიქრა რომ ალბათ ეს არის სამოთხე. და შემდეგ დაბრუნდა. და მან თქვა რომ ეტყობა რაღაცა მაქვს კიდევ გასაკეთებელი. ანუ ის დარწმუნებული იყო რომ წავიდა ამ ქვეყნიდან და მას გონეს რომ რაღაცა დიდი ფილმი აქვს გადასაღები. ანუ მან თითქოს მიიღო იმპულსი რომ რაღაცა სერიოზულისთვის უნდა მომზადებულიყო. მაშინ ქვეყანას ლეონიდ ბრეჟნევი მართავდა. ამ დროს ყოფილ საბჭოთა სივრცეში უკვე თანდათან ფეხს იკიდებდა ეგრეთ წოდებული დისიდენტური განწყობა. თბილისში მოსკოვიდან აკრძალული ლიტერატურა ვრცელდებოდა. სოლჟენიცინი, მანდელშტამი, ბერდეევი. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ამას ვეცნობოდით, იცით, გვერდსხო ვერაული, ასეთ რამე ჩვენ გვაინტერესებდა, გვიტაცებდა, ახალგაზრდები ვიყავით. ხოდა ეს ლიტერატურა აი ამან შექმნა შთაბეჭდილება იმისა ის ეფექტი შექმნა რომელიც ჩვენ გვაქეზებდა რომ რაღაცა კინოში კიდე მსგავსი გაგვიკეთებინა კინოს აქ აი ესეთი ძალა რომ ეს კინო რო გამოვიდა ხალხი ხო კითხულობდა ამ წიგნებს არა მაგრამ როდესაც კინოს კადრები ნახა ერთმა ცნობილმა რეჟისორმა თეატრს თქვა რომ ამ ხალხს გაუწირია თავი ავტორებს ესე გაუწირავთ თავი. ეს რა გააკეთეს. ეს რა ფრაზები მესმისო. ადამიანის საქმეს არ უნდა ვენდოთ. ადამიანის სიტყვას არ უნდა ვენდოთ. უნდა გამოვიჩინოთ სიფხიზლე და გამოვიცნოთ მდარია იქ ჩვენი უპირველესი ამოცანა დღეს ეს. ალლა საქმე არ გახლავთ ბატონებო. ტრიც გამოცნობას ის საძინელებს რომ ყოველ სამკაცში 4 მტერია. დიახ, ნუ გიგვერთ. ყველაზე სკანდალური ფილმის შესაქმნელად შინაგანი მზადყოფნა ერთ მშვენიერ დღეს მოსმენილმა უცნაურმა ისტორიამ რეალობა დაქცია. თენგიზ აბულაძეს აკაკი ბაქრაძემ ქუჩაში შეხვედრისას უამბო, რომ დასავლეთ საქართველოში გარდაცვლილი პროკურორი მისივე მსხვერპლიშვილმა საფლავიდან ამოთხარა. ასე დაიბადა ფილმის მთავარი იდეა, რომელიც რამდენიმე გვერდიან ლიბრეტოდ იქცა. ვინ ნახა პირველად დარავითარებაში? აი ამ ფაბულაში მაშინ ეწერა, რომ ეს იყო ბუღალტერი შალვა ბუნტური, რომლის ცოლი მოეწონა კგბ-ს თუ NKVD ერქვა მაშინ თანამშრომელს და მან ცოლის ხელში ჩაგდების მიზნით შალვა ბუნტური
დახვრიტა, ცოლი გაუპატიურა და 12 წლის ბიჭი, რომელიც ყავდა თან ბუნტურებს, ის აღმოჩნდა, მგონი დაიჭირეს. აი ეს იყო ფაბულა მაშინდელი ფილმის. მომავალი ფილმის ლიბრეტო თენგი ზაბულაძემ კომუნისტური საქართველოს მაშინდელ ლიდერს ედუარდ შევარდნაძეს მიუტანა. შევარდნაძე 6 თვე დუმდა. მერე აბულაძე დაიბარა და ფაბულის განზოგადებას თხოვა. ამის შემდეგ სცენარზე მუშაობა დაიწყო. ისე ჩემო სანდრო მართლა რომელი სულიერი მოძღვარი ვარ მე, მაგრამ კვაცალეთ ბატონო. კვაცალეთ. გმირს დროაჩეს დრო. სცენარის თავდაპირველ მონახაზში შურის ძიების იდეის გარდა თითქმის ყველაფერი შეიცვალა. შურის მაძიებელი ვაჟი ქალით, ბუღალტერი შალვა ბუნტური მხატვარი სანდრო ბარათელი ჩაანაცვლეს, რომელიც გარეგნულად ძალიან ჩამოჰყავდა ქრისტეს. სცენარის ავტორებს გაახსენდათ, რომ იმ დროს საქართველოში ერთ ხალხის მტრად შერაცხულ მხატვარს ცნობილი ტილო საიდუმლო სერობა სარდაფში დამალული ჰქონდა. დანარჩენი ისტორიებიც ფილმში რეალური ცხოვრებიდან მოხდა. ძალიან ცენტრს იყო, რომ დაირხა ხმარო, აი აბულაძე იღებს ფილმს, მოდიოდნენ და მოდიოდნენ. უმთავრესად ეს იყო ბებიები, რომლებიც იყვნენ გულაგში ნამყოფები, ესენი იყვნენ ხალხის მტრის ცოლები. და მათ 8-10 წელი ქონდათ გატარებული გულაგებში და უმთავრესად იყო ინტელიგენცია, უმთავრესად. და ისინი მოდიოდნენ და ეს იყო რაღაც საოცარი ტალღა ამ მოთხრობების, რომელსაც გვიყვებოდნენ. და მაშინ მოიფიქრა ბატონმა თენგიზმა, რომ ეს უნდა იყოს ფანტასმაგორია, რომ რაღაცა განზოგადებული ყოფილიყო. ანუ ეს არ იყო ერთ კონკრეტულ ეპოქაზე, ეს იყო საერთოდ ძალადობაზე, პიროვნებაზე განხორციელებული ძალადობის შესახებ. იძახის ყველა 37 წელი, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო საფუძვლების წინააღმდეგ გალაშქრება, თვითონ საფუძვლების, თვითონ ტირანიისა და ერთპლანიანი აზროვნების. 37 იყო ეს უკიდურესი წერტილი, ხო, ესე იგი, როცა დიდი მსხვერპლი მოყვა. მაგრამ ფაქტიურად სიუჟეტი შეიძლება 37 წელს მიაკუთვნო, ან შეიძლება უფრო ადრინდელი წლებსაც მიაკუთვნო, ან ვერ მინდებს. მაგრამ ფაქტი იდეოლოგიური დაწოლისა, წნეხისა და შიში სხვაგარად აზროვნების გამო შიში რომ შენ რამის სიტყვი ეს შიში მუდმივად არსებობდა. 37 წელი ამ შემთხვევაში არის სიმბოლური ფაქტორი, მეტი არაფერი. ასე გაჩნდნენ ფილმში შუა საუკუნეების საბჯროსნები. ავტომობილებს ეტლები დაემატა. სასამართლო დარბაზში კი თავდაპირველი ვერსიით ადამი და ევაც უნდა მჯდარიყო, თუმცა მოგვიანებით ეს კადრები ფილმიდან ამოჭრეს. ეს ადამ და ევას ეპიზოდი იყო, რომლებიც ჩდებოდნენ სასამართლოზე. ანუ ეს იყო მანიშნებელი იმისა, რომ ესეთი სასამართლოები ამ ტიპის, ამ ხასიათის სასამართლოები მოდიოდა სულ ადამ და ევას დროიდან და ეს მანიშნებელია იმისა, რომ ყოველთვის ესე იქნება. ყველა დროის ყველაზე განზოგადებული პერსონაჟი მაინც ფილმის მთავარი გმირი ვარლამ არავიძე აღმოჩნდა. როგორც ყველა ნამდვილ დიქტატორს ნერონიდან მოყოლებული, მასაც უყვარდა ხელოვნება. ღეროდა მუსოლინივით, ლიტერატურაში ფიდელ კასტროსავით ერკვეოდა, ატარებდა ჰიტლერის ულვაშს და ბერიას პენსნეს. და როგორც ყველა დიქტატორს, ჰქონდა საკუთარი ფილოსოფია და თავადვე იყო საკუთარი ძალაუფლების მსხვერპლი. ბატონებო! სამსაბლო! საფრთხეა! პრინციპი, როდესაც ადამიანს არ იცის საწაიღოს ეს ძალაუფლება რა. არ იცის საწაიღო, ვერ მოუშორებია თავი, თვითონ არის მსხვერპლი თავი ძალაუფლებისგან. ვიღაცამ ხო დაწერა წიგნი უძლურება და ძალა ბრეჟნევისა. და სტალინზედაც იქ აღნიშნულია, რომ სტალინი ძალაუფლება იყო პირობითი. თვითონ იყო გახდა მსხვერპლი ამ ძალაუფლების. თვითონ გრძნობდა ამას ავსთავარია. დასრულებული სცენარი ისევ ედუარდ შევარდნაძესთან მოხდა.
ამ ხნის მანძილზე საბჭოეთმა უკვე 3 ლიდერი გამოიცვალა: ბრეჟნევი, ანდროპოვი და ჩერნენკო. შევარდნაძე სცენარს მთელი ღამის განმავლობაში კითხულობდა. მერე წასაკითხად მეუღლეს მიაწოდა. რამდენიმე დღეში შევარდნაძე აბულაძე შეხვდა. მან უთხრა იმ მთელი ღამე არ ეძინა, იმიტომ რომ მის ოჯახში ეხლაც ესე იგი დადის ამ რეპრესიების მსხვერპლი, მისი მეუღლის და რომელზედაც ისე იმუქმედა მაშინდელმა ამბებმა, ის ბავშვობის განცდება, რომ აი რაღაცა კვალი დატოვა მის ფსიქიკაზე. თენგიზ უთხარი რომ ეს რო არ გადავიღოთ, ეს კინო სურათი რო არ გამოვიდეს, შენ იქნები დამნაშავე ქართული ხალხის წინაშე. მაგრამ იმასაც უნდა შეეგუა, რომ 1-3-4 წელი ეს რო დამთავრდება, მაშინ მე მის სინათლეს ვერ ნახავს. საჭირო იქნება გარკვეული დრო გავიდეს. მე ვიცოდი, რომ დაიწყებოდა რაღაცა პერესტროიკის გავსი და დემოკრატიზაციის გავსი და პირველი შეიცვლებოდა. გადაღებები გოსკინოსთან შეთანხმების გარეშე დაიწყო საქართველოს ტელევიზიის ბიუჯეტის დაფინანსებით. თბილისში იცოდნენ, რომ ფილმს შევარდნაძე ლობირებდა. ამის მიუხედავად ეკრანიზაციის პირველი მცდელობა უცნაური შედეგით დასრულდა. ბათუმში 4 თვიანი გადაღებების შემდეგ 5000 მეტრი ფირი წუნი აღმოჩნდა. ჩვენ გადავიღეთ 5000 მეტრი ფირის და იმის გამო, რომ სტუდიაში გაფუჭებული იყო, რადგანაც დააყენეს ლაბორატორია რემონტზე, ჩვენ არც ერთი მეტრი არ ვიცოდით, რა გადავიღეთ. და ეს ჩამოვედით, ეს იყო უკვე დეკემბერში, ისაც გადავიღეთ, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი წუნი. ჩვენ ვიჯექით 4 თვე ბათუმში და აბსოლუტური წუნი მივიღეთ. მე დღემდე ვერ ვეტყვი ზუსტად, ეს ჩაწყობილი იყო კგბ-ს მიერ, ჩვენ ცუდი აპარატი გაგვატანეს. აპარატს საერთოდ ექსპედიციაში გაშვების წინ ამოწმებენ. აი რა მოხდა, მე არ ვიცი და არც დამიწყია მის ძიება მართალი მეკითხოთ, მაგრამ თუ ჩასაფრებული ადამიანი ხარ, შეიძლება იფიქრო კგბ-ს ეს გააკეთა. ამას ისიც დაემატა, რომ გადამღები ჯგუფის ბათუმში ყოფნისას, როცა ვარლამ არავიძის პანაშვიდის საბოლოო ვერსიაზე მუშაობდნენ, ორკვირიანი წვიმები დაიწყო. ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელს გეგა კობახიძეს თბილისში დაურეკეს და აცნობეს, რომ გადაღებები შეჩერდა. ყურმელი დედამისმა იყო. მე დამირეკეს და მითხრეს, რომ არ ჩამოვიდეს წვიმებია. ამიტომ იყო, რომ აეროპორტიდან დამირეკეს, მიფიქრე, რომ აღარ მითხრა და ამიტომ პირდაპირ მე სრული დარწმუნებული ვიყავი, რომ ბათუმში მიდიოდა ალბათ გადაღებაზე და ამიტომ გავარდეთ აეროპორტში და სხვა რაღაცა დავხდა. ვარლამ არავიძის პანაშვიდი გეგა კობახიძის ბოლო კინოგადაღება აღმოჩნდა. თვითმფრინავის ისტორიამდე მან ფილმში მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდში გამოჩენა და სცენარის ბოლომდე სწავლა მოასწრო. იქ აი ხაზგასმული წითელი ფანქრით, აი რომელიც თქვათ მას აინტერესებდა, რაზედაც თქვათ კითხვის ნიშანი ჰქონდა რაღაცა, მაგრამ ეტყობა მაშინ უკვე ისე არ ვიცი, მაშინ იყო ეს გადაწყვეტილი, მერე მოხდა ეს გადაწყვეტა ამათი აი ეს ამას ზუსტად ვერ გეტყვით. მაგრამ თვითონ ძალიან კმაყოფილი იყო და ძალიან მოსწონდა და აი ეს რომ მოხდა, დაიწყეს უკვე გეგასთან ჩხრეკა მოხდა და მათ იპოვნეს სცენარი. კგბ დაინტერესდა ამ სცენარით. და პარალელურად აღმოჩნდა, რომ ჩვენ არა გვაქვს მასალა, შეჩერებულია ეს მსვლელობა ფილმის. უკვე გამოჩნდა კგბ სტუდიაში, ბატონი თენგიზი დაკითხეს, გამოკითხეს რა სცენარი არის და ყველაფერი შეჩერდა. იანვრის ბოლომდე გადამღებმა ჯგუფმა არ იცოდა, რა ბედი ეწეოდა ფილმს. ამ ხნის მანძილზე თენგიზ აბულაძემ სახლიდან მთელი აკრძალული ლიტერატურა გაიტანა. 31 იანვარს მისი დაბადების მე-60 იუბილეზე რეჟისორის სახლში მოულოდნელად ტელეფონის ზარი გაისმა. დილის 7 საათზე დარეკა შევარდნაძე. დაბადების დღის მოსალოცვა. და დაბადების დღის მოლოცვა უკვე გახდა სიგნალი იმისა, რომ ფილმი გაგრძელდებოდა. ფილმს მიეცა ის ვიზა, რომ გაგრძელებულიყო. გადაღებები მარტში განახლდა და 16 დეკემბერს ფილმი უკვე მზად იყო. ედუარდ შევარდნაძემ ფილმი ნახა და რამდენიმე შენიშვნა გამოთქვა. ვინ მოიყვანა? დარბაისლები. თქვენი დავალება შესრულებულია. პირველ ვერსიაში დარბაისლების ნაცვლად ამილახრებზე იყო საუბარი.
აი ეს ერთი შენიშვნა იყო. მეორე შენიშვნა იყო, რომ ბოლოს, როდესაც ვერიკო ანჯაფარიძის გმირი ეკითხება ზეიკოს გმირს, რომ ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს, ზეიკო პასუხობდა, არა, ეს გზა არ მიგიყვანს. და თხოვნა იყო, რომ ესე პასუხა, არა, ეს ვარლამის ქუჩა, ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან არ მიმიყვანს. მე მგონი ამით უფრო მწავდებოდა, ანუ ვარლამის ქუჩა დღემდე არსებობს იმ დროინდელ საქართველოში. იმ დროს საბჭოთა კავშირის პირველი პირი უკვე მიხეილ გორბაჩოვი გახდა, რომელმაც საგარეო საქმეთა მინისტრად ედუარდ შევარდნაძე დანიშნა. შევარდნაძე მოსკოვში წავიდა, დასრულებული ფილმი კი თაროზე შემოდეს. მაგრამ მანამდე კინოსტუდიაში ძალიან ვიწრო წრეში ფილმის უნებართვო პრეზენტაცია შედგა და რამდენიმე ვიდეოასლის დამზადება გადაწყდა. იმ დროისთვის შემოვიდა სრულიად მანამდე უცნობი ჩვენთვის ვიდეოტექნიკა. და თბილისში სულ 2 ადგილი იყო, სადაც შეიძლებოდა ასეთი ვიდეოასლის გაკეთება. და ასეთ შესაძლებლობაზე მივანიშნე ბატონ თენგიზს, რომ ვინაიდან პრაქტიკულად არავის არ ქონდა იმედი, რომ ეს ფილმი გარკვეული წლების განმავლობაში შეიძლებოდა გასულიყო ეკრანზე, რომ შენახული იყო სწორედ ის დედანი, რომელიც ასე ეძვირფასებოდა თავად ავტორს. ფილმის სულ 3 ვიდეოასლი დამზადდა. ერთი შეხედვით ეს არც ისე სახიფათო ნაბიჯი იყო, რადგან ფილმის გადაღებას თავის დროზე მხარს ედუარდ შევარდნაძე უჭერდა. თუმცა რამდენიმე დღეში თბილისში მონანიების უამრავი ვიდეო ეგზემპლარი გამოჩნდა. მერე ყველაფერი დაახლოებით ისეთივე სცენარით განვითარდა, როგორც ფილმში. ვიდეოასლები ფარულად ვრცელდებოდა, იმართებოდა ღამეული ჩვენებები ვიწრო წრეში. მერე ხშირად ბინაში შუქი ქრებოდა, უშიშროება შემოდიოდა და კასეტა მიჰქონდა. და თითქმის ყველგან ფირის მიმტანი ამბობდა, რომ მას ფილმის ვიდეოასლი თავად თენგიზ აბულაძე მისცა. ჩემი ღრმა რწმენით ვიდეოასლი, რომელიც ჩემი მონაწილეობით და ინიციატივით შეიქმნა, არ გახლდათ დედანი იმ უამრავი ასლის, რომელიც ვრცელდებოდა უკვე პროვოკაციულად უშიშროების სისტემის მიერ. ცეკას ბიუროს წინა დღეს, ასე ვთქვათ, წინასწარი განხილვის თათბირზე ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთმა წამყვანმა ფიგურამ ამოიღო 4-5 გვერდიანი დოკუმენტი ჩამოწერილი გვარებით და ბრძანა რა უნდა პარტიაში იმ ხალხს, ვისაც ეს ფილმი ნანახი აქვს. ანუ სიაც კი არსებობდა უშიშროების კომიტეტში, ვის ჰქონდა ნანახი ვიდეოკასეტებზე ეს ფილმი. უშიშროება მას ავრცელებდა სწორედ იმიტომ, რომ შემდეგ ესეთი პროვოკაციით მოეხდინათ ამ ფილმების ამოღება. თბილისში სკანდალური ვიდეოკასეტები ელვისებურად ვრცელდებოდა. ცეკაში ბიუროს ხდომა დაინიშნა. ბიუროს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ვიდეოკასეტების გავრცელებაში ეჭვმიტანილი საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სოსო ცისკარიშვილი უშიშროების სამინისტროში დაიბარეს. მინისტრის მოადგილე მესაუბრა იმაზე, რომ მელაპარაკა ბიუროზე, რომ ეს იყო შევარდნაძის დაკვეთილი ფილმი, რომ ეს შევარდნაძის ესე იგი სურვილი იყო, რომ ეს და დამებრალებია შევარდნაძისთვის ამ ასლის გადაღება. მე ვიკაცრავად რა გინდათ, რომ პოლიტბიუროს წევრს მე აქედან ყალბი ბრალდებები წაუყენო, არ უთქვია შევარდნაძე შემთვის არაფერი ამ ფილმის გადაღება. მაშინო დაკარგავ თანამდებობაზე და ვერც ახალ თანამდებობაზე დაინიშნებიო. ვიცი მე ვთხარი, შემთვის ცნობილია თქო. ბიუროზე იმ დღეს სამსახურიდან 2 ადამიანი გაათავისუფლეს. სოსო ცისკარიშვილი და სახალხო მეურნეობის მართვის ინსტიტუტის რექტორი სულიკო ქადაგიძე. საქართველოს ცეკას მეორე მდივანი ნიკოლსკი მაშინ მათ ასე დაემუქრა. Если этот фильм пойдет дальше, вы получите годы и немалые. დამნაშავეებს სასტიკის საყვედური გამოუცხადეს და გათავისუფლების დადგენილებაში чаწერეს. За превышение служебных обязанностей, безответственность и несерьезность, проявленные при изготовлении видеокопии фильма «Покаяние». Рოცა მას მიწერდნენ
სიტყვა პაკაიანიე, ფილმი პაკაიანიე იყო, ნუ აი რა გითხრათ. ალბათ ისეთივე იარლიყი, როგორც თავის დროზე ტროცკისტობა. თენგი ზაბულაძის გვარი მაშინ ბიუროზე დასასჯელთა სიიდან ამოიღეს. ფილმის შინაარსსა და მისი გადაღების ისტორიაზე უბრალოდ დადუმდნენ. სანამ მონანიება დაივიწყეს, თენგი ზაბულაძე მთელი 2 წლის მანძილზე ყოველდღე უამრავ გაზეთს კითხულობდა. ყრილობებისა და პლენუმების მიმდინარეობას ეცნობოდა და საჭირო ფრაზებს ჭრიდა. ვლადიმერ მაიაკოვსკიზე უფრო მეტად და გესლიანად ვის გაუკრიტიკებია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების უარყოფითი მხარეები, მაგრამ ვის მოუვა აზრად მაიაკოვსკის ჩირქის მომცხები უწოდოს, სრულიად სამართლიანად აღინიშნა საქართველოს კომპარტიის ცეკას ამასწინანდელ პლენუმზე. დიახ, აღარავინ ეკარება თქვენს ეკლესიას. წავიდა ის დრო ხალხს რომ სიბნელეში ამყოფებდნენ და ჩაშიჩინებდნენ ადამიანი ღმერთმა შექმნაო და ასე შემდეგ. განზრახ უმალავდით. მაიმუნისაგან რო ვართ წარმოშობილი. კაკებე თვითონ იყო შეშინებული. და რაღაცნაირ ერთი ადგილას უთქვამს იმას. ინაურს. კაცოვო, თუ ეს ფილმი უნდათო. მაშინ როგორღა უნდათ ეს სახელმწიფო. ესე იგი, თუ მთავრობა მზად არის ამ ფილმის გასაშვებად, მაშინ რატომ არ ამბობენ ვარს ამ სახელმწიფოზე? ინაურმა დაწერა წერილი, მიწერა ჩებრიკოს, რომელიც იყო საკავშირო კგბ-ს თავმჯდომარე და უთხრა, რომ აი ანტისაბჭოთა ფილმი არის საქართველოში შექმნილი, დიდი საშიშროება არის, რომ ეს ფილმი გავრცელდება უცხოეთში და აქ არის ცილისწამება ქართულ საბჭოთა ხალხზე და სასწრაფოდ უნდა იყოს ეს ფილმი აკრძალული. ჩებრიკოვი შევიდა გარბაჩოვთან და აი ეს პირდაპირ ბრალდება წარუყენა მას. და აი მე ასე ვიცი ხოლმე გადმოცემებით, რომ ერთად იყვნენ კაბინეტში მიხეილ გარბაჩოვი, ჩებრიკოვი და ბატონი ედვარდ შევარდნაძე და ჩებრიკოვის თანდასწრებით კითხა გარბაჩოვმა შევარდნაძეს, ეს რა ანტისაბჭოთა ფილმებს იღებ თქვენ საქართველოშიო. და ბატონმა ედვარდმა როგორ უთხრა, რომ თენგიზ არის ნამდვილი კომუნისტი და ეს ფილმი არის კომუნისტური მანკიერი მხარეების სამხელად გადაღებული და სხვა არაფერი მიზანი მას არ აქვს. ანუ იქვე გაეცა პასუხი. ამ დროს ფილმი უკვე ჰქონდათ ნანახი ცეკას მაღალჩინოსნების ცოლებს. მონანიება მათი უდიდესი უმრავლესობა მოთმინებიდან გამოიყვანა. ფილმში მათ საკუთარი სახე დაინახეს. მოგვიანებით ფილმი ნახა თვით რაისა გორბაჩოვამაც. მონანიებამ პარტიული ნომენკლატურა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. ეს იყო დარტყმა საკუთარ სინდისზე. შენ ახლა შიშმა შეგჯამა, შიშმა. ვინ ახარ შენ? შენ ვინ ახარ? ვერ მიჩანი ბიჭო. ახსენებისთვის ეშმაქსი ახლე? ალექსანდრე იაკოვლევი იყო მაშინ ცეკას მდივანი იდეოლოგიის დარგში. და აი ესეც არაჩვეულებრივი სიტყვები ქონდა ელენ კლიმუს მისთვის ნათქვამი, რომ ჩვენ თუ ამ ფილმს გავუშვებთო და პერისტროიკა უკვე იწყებოდა. ეს ნიშნავს, რომ ფაქტიურად ჩვენ ვცვლით მსოფლიოს რუკას, იმიტომ რომ სოცბანაკი მიხვდება, რომ რაღაცა იცვლება, ისე ამ ფილმს ვერ გავუშვებ, მთელი სოცბანაკისთვის ეს ფილმი მერე გახდა ფაქტიურად, ნუ რა ვიცი, რაღაცა ალფა და ომეგა. ეს იყო ნიშანი, რომ ქვეყანაში რაღაცა იცვლება. 1986 წლის ნოემბერში ფილმის საკავშირო ეკრანებზე გავიდა. პერესტროიკა ისის იყო იწყებოდა. 1 წლის შემდეგ მონანიებამ კანის ფესტივალზე 3 მთავარი პრიზი მიიღო. თენგი ზაბულაძეს კი საბჭოეთში ლენინური პრემია მიანიჭეს. დიახ, ლენინური პრემია მისცეს. მაგრამ თვითონ ცოტა ისე კარგად მახსოვს მივდიოდით და ასე გადმოწია თავიდან მითხრა, კაცო, ეს კაცი საფლავიდან ამოვიღეო და ამის პრემიას მაძლევენ. გაგიშება შეიძლება პირდაპირ. მთელი ქვეყანა დამნაშავეა. რატომ გაიჩნდი ამ ქვეყანაზე აფთარის მოდგამა? თენგი ზაბულაძემ ფილმის თავდაპირველი სახელწოდება აფთარი მონანიებით ჯერ კიდევ მუშაობის პროცესში ჩაანაცვლა. მოუნანიებელი ცოდვის პრობლემა ფილმის მთავარი არსი უნდა გამხდარიყო. თუმცა მისი ეკრანებზე გასვლის შემდეგ ინტერპრეტაცია თემაზე მაინც ვისი მონანიება უნდა შემდგარიყო უამრავ კითხვის ნიშანს აჩენდა.
ერთ-ერთი გმირის, რომელსაც ჰქონდა მაღალი კაცი იყო, მსახიობი, სათვალეები ჰქონდა. მე მგონი ბერიას გულის ჰქონდა. მე ვფიქრობ, თუმცა არასდროს არ მეკითხავს. ძალიან ბოროტი კაცი იყო და ბევრი სიგლახეები ჩაიდინა. ერთ-ერთ პატარა ბავშვს შეურაცხყოფა მიაყენა იქამდე ის ბავშვი გარდაიცვალა. ტრაგიკული მომენტებით იყო სავსე. და ყველაფრის ავტორი იყო ის სათვალებიანი კაცი. ხოლო მე თითქოს იმან მოინანია არ ვიცი ფილმიდან არ ჩახდა. ალბათ მოინანია. მე მესმის ჩვენი საყვარელი და თხოვენი სიხარულის ზოდა, რომელიც სულ რაღაც 10 წლის შემდეგ მთელ მსოფლიოში დასჭექს. Heute schöne Kartoffeln, Tochter aus Illusion. ვისი მონანიება გინდოდათ რომ ეს ყოფილიყო? საზოგადოებრივი უფრო. ამ საზოგადოების მონანიება იმიტომ რომ არაფერი არ ხდება ამ ქვეყანაზე, არც ეხლა, არც მაშინ, არც აწის, რომ საზოგადოება არ მონაწილეობდეს. სულტყუილია ვითომ რომ ვიღაცა პიროვნება წყვეტს ამ საქმეს. პიროვნება წყვეტს ხალხის სულისკვეთებაზე დაყრდნობით. ვიცით რა არის უცნაური? ფაქტიურად ეს არის მონანიება, რომელიც საზოგადოებაში არ შედგა. ეს აუცილებლად არის სათქმელი. მონანიება თვითონ სიტყვა ნიშნავს აზროვნების შეცვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს არ არის გარეგნული, ეს არის შინაგანი დიდი მეტამორფოზა. აი ეს არ დამდგარა. ჩვენ შევიცვალეთ იალიყი, ასე ვთქვათ, რა აბრები. თორე შიგნით არაფერი არ შეცვლილი. მონანიება არ შედგა. ეს არის მოწოდება მონანიებისკენ. მაგრამ მონანიება არ შედგა, საზოგადოებაში არ შედგა. ერთადერთი ფაქტიოდ ფილმში არის თუ მონანიება არ დადგა, ის სცენი არ იქნება განკურნებული. სიცოცხლის ბოლოს თენგი ზაბულაძე მონანიება 2-ზე მუშაობდა. ფილმი ილიას მკვლელობით დაიწყებოდა და გალაქტიონის თვითმკვლელობით უნდა დასრულებულიყო. მონანიება 2 იდეად დარჩა. საბჭოთა სინამდვილეში ერთ-ერთმა ყველაზე სკანდალურად მონათლულმა 156 წუთიანმა ფილმმა კი, რომელმაც ოდესღაც 300 მილიონზე მეტი მაყურებელი შოკში ჩააგდო, თავისი მთავარი მისია შესაძლოა მაინც შეუსრულებელი დატოვა. მაშინ მონანიება არ შედგა. ახლა ვედა კაპანები.